იცით როგორი ამბავია? თითქოს ყველაფერი ვიცოდით. მაგრამ რაღაცნაირად შეგუება ამ ყველაფერთან დაკავშირებით არ ხდება და ყველა მაინც ასწავლის მოლოდინში იყო და ყველა გარინდული იყო ბოლო თვეებში ბიზნესმენ თემურ უგულავას თავს დამტყდარი ავადმყოფობის გამო. სასიკვდილო სცენი, რომელმაც რამდენიმე თვეში მოუსწრაფა სიცოცხლე ამ ქვეყნის ერთ-ერთ გამორჩეულ ბიზნესმენს და პიროვნებას. ის 56 წლის იყო და აი ამ ძალიან ხანმოკლე, თუმცა რა გითხრათ, ემოციებით, სიყვარულით და შემოქმედებით ახსავსე ცხოვრების მანძილზე თემურ უგულავამ მოახერხა და ყველას გულში ან მეხსიერებაში დაიმკვიდრა ადგილი. ვიღაცა შემსავით გამომართლა და ეს პირადი ურთიერთობით ხდებოდა. ვინც პირადად ვერ ან არ იცნობდა ტკბებოდა მის მიერ განხორციელებულ პროექტებში მისვლით, დასვენებით, დროსტარებით. მე თქვი კიდეც გუშინ თუ არ ვწდები, თქვი თუ დავწერე რა მნიშვნელობა აქვს, რომ ჩვენ მხოლოდ ვიწყებთ თემურ უგულავაზე ისტორიების მოყოლას. და დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერს მოუყრით თავს მისი ნამოღვაწარიდან და რასაც დავაკლებთ, მისი მეგობრები, მისი პარტნიორები და ახლობლები შეგვივსებენ. თუმცა ვერც მათ, ვერც მის ოჯახობებს და ვერც ჩვენ ვეღარაფერი შეავსებს თემურ უგულავას არ ყოფნა. და აი ეს სრულიად გამორჩეული ხელწერა, რასაც ის სტოვებდა ყველაფერთან შეხებისას. ყველა ქალაქის ისტორიას აქვს თავისი გარდატეხის წერტილი. მომენტი, როცა მივიწყებულ, გაქვავებულ სივრცეებს კანი უსკდება და მის ადგილას ახალი, თავისუფალი აწმყო იბადება. ქართული ბიზნესის ისტორიაში ამ გარდატეხას თავისი სახელი, გვარი და 56 წლიანი თავგადასავალი აქვს. თემურ უგულავას სახით. განსაზღვრებებზე ბევრი ვიფიქრე, მაგრამ მაინც ვერაფერში ჩავატიე. მეწარმე თუ ბიზნესმენი. იქნებ ბრენდ არქიტექტორი. არა, მგონი უფრო მაინც შემოქმედი. კაცი, რომელმაც სულ სხვანაირი თბილისი შექმნა, სულ სხვა საქართველო დაგვენახა და პოსტსაბჭოთა ნანგრევებიდან, როგორც ჯიუტი, სიცოცხლით სავსე მცენარე, ევროპული მომავალი ამოზარდა. გრავიტაცია ქაოსს აქცევს წესრიგად. ეს არის ძალა, რომელიც ყოველთვის ჩვენს გარშემოა. ყველგანაა, იყო ჩვენამდე და იქნება ჩვენი არსებობის შემდეგ. ის თავად იქცა ამ მიზიდულობის ძალად. შექმნა წერტილები, რომლებმაც ადამიანები პლანეტის ყველა კუთხიდან მიიზიდა. აწია გემოვნების თამასა და აქცია სასურველი მომავლის, თანასწორობისა და სიყვარულის სინონიმად. იმ სტანდარტის, რომელიც მანამდე მხოლოდ ქვეყნის ფარგლებს მიღმა გვეგულებოდა. თემურის სამყარო იქცა მიკრომოდელად იმ საქართველოსი, რომელზეც სულ გვეფიქრება და რომელიც მოვა დრო და ერთი კაცის იდეიდან აუცილებლად განზოგადდება. დღეს თუ საქართველო რამენაირად ევროპას გავს, აი ამ კაცის დამსახურება. დღეს თუ უამრავი ადამიანი ფეხზე დგას, ამ კაცის დამსახურება. დღეს თუ ბევრი ახალგაზრდა პროგრესულად აზროვნებს, ესეც ამის დამსახურება. ბევრ რამეში არ გაგვიმართლა საქართველოს, მაგრამ შენ რომ ჩვენთან იყავი, მაგაში მაგრად გაგვიმართლა. იმ დროს, როცა სხვები რისკს გაურბოდნენ, მან მიტოვებულ დავიწყებულ ქარხნებში დაინახა ის რიტმი, რაც ჩვენს ქალაქს ასე ძალიან აკლდა. გაჩნდა აჭარა ჯგუფის სამყარო, რუმსი, ფაბრიკა, ლოლიტა, დებლოკი, რადიო ქალაქი, სტამბა, შუქურა, სტუმარ მასპინძლობის ახალი დნმ. და გაჩნდა ჩვენი რწმენა და ამბიცია, რომ საქართველოდანაც შეიძლება გადიოდეს ხარისხის, სტილისა და თავისუფლების მთავარი მერიდიანი. მიტოვებულ საბჭოთა კავშირის დროინდელ საბიჭდ ქარხნებს ძველი სახელი დაუტოვა. სტამბა დაარქვა და დედაქალაქის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობად აქცია ტურისტებისთვის. თან ისეთ ადგილად, რომლის წინ საქართველოს დროშასთან ერთად დედაქალაქის მთავარ გამზირზე ყოველთვის ფრიალებს ევროკავშირის დროშა და ყველა სტუმარს ეუბნება, რომ ჩვენ ვართ ევროპა. თემურის ხედვისთვის რუკაზე გავლებული საზღვრები არ არსებობდა. მისი საქმიანი წამზომით სათვლას მომავლიდან იწყებდა. აჭარა ბეთის ეტანტა, პადელის ფედერაცია, უდაბნო, ველისტორი თუ სქროლი, სპორტული მედიიდან უსასრულო ნუშის ბაღებამდე, სულ ყველა პროექტში. თავარი გმირი მისი ხასიათი იყო. თემურისეული ენერგია, რომელმაც კაპიტალი ქვეყნის ევროპულ იდენტობად აქცია.
ამ კაც თბილისისგან მადლობა ეთქმის. ის ერთადერთია, ვინც ქალაქს არავნო, ვინც კულტურის ახალი კერები შექმნა. ახალი თაობა ვერასდროს წარმოიდგენს, რომ მათი მშობლების თაობას წარმოდგენაც არ ჰქონდა, სად იყოს სამკერვალო ფაბრიკა, რომელიც თემურ უგულავამ ახალი მიზიდულობის ცენტრად აქცია. სიკვდილის მერეც დიდხანს დარჩება იმ ერთადერთად, ვისაც კაპიტალი ქალაქის საზიანოდ არ გამოუყენებია. ამ ისტორიული, მეტიც ეპოქალური პროექტების მიღმა იდგა ლიდერი, რომელიც გუნდის წევრებისთვის ჯერ მეგობარი, მენტორი და უფროსი ძმა იყო და მხოლოდ ამის შემდეგ ხელმძღვანელი. ყოველთვის და ყველას პერსონალურად აჯერებდა საკუთარი ძალის, აძლევდა ამბიციას, რწმენას, შეუძლებლის შესაძლებლობის. 15 წლის განმავლობაში მე მის გვერდით ვქმნიდი იმ ყველაფერს, რასაც დღეს ბევრი იცნობს და აფასებს. ის იყო ჩემი მენტორი, ჩემი უფროსი ძმა, ადამიანი, რომელმაც მომცა ნდობა, მასწავლა დიდი ფიქრი, გაბედული გადაწყვეტილებების მიღება და არასდროს დაკმაყოფილებულა ჩვეულებრივით. თემურ, შენმა სიკეთემ, სიბრძნემ და შენმა არსებობამ უამრავი ადამიანის ცხოვრებაზე დატოვა კვალი, მათ შორის ჩემსაზეც. ის, რაც შენ დატოვი ადამიანებში, შენს საქმეებში და ჩვენს საერთო მოგონებებში, იქნება შენი მემკვიდრეობა, რომელიც სულ იცოცხლებს. ფიზიკის უზენაესი კანონიც ხომ ამას ამბობს. ენერგია არ ქრება. ის უბრალოდ გარდაიქმნება. თემურ უგულავაც ასე გადანაწილდა იმ ქალაქში, რომელიც თუნდაც მისი შთაბერილი თავისუფლებით აგრძელებს, იმ კედლებში, რომლებიც ახალი საქართველოს დაბადებას გვიყვება, იმ ადამიანებში, ვისაც ფიქრის გამბედაობა შთააგონა და რაღა თქმა უნდა ქართულ ბიზნესში, რომელსაც ფრთები შეასხადა თავაწეულს, უსასრულო ჰორიზონტებისკენ, თავისუფალი ფრენა ასწავლა. თემურ უგულავას მსგავსი პიროვნებები რა ვიცი. მათთვის ალბათ 100 წლის სიცოცხლეც არ არის საკმარისი, თუმცა 56 წლის ახალგაზრდა კაცმა, როგორც გითხარით, მოახერხა და თავისი ქვეყანა მსოფლიო ტურიზმის რუკაზე ამაყად მოათავსა. თუ ვინმე მოახერხა საქართველოსთან ერის თუ ბერის, მხედრობის თუ რა ვიცი, სხვათა წარმომადგენლები, რა ვიცი, თემურ უგულავა ალბათ პირველი იყო და უმთავრესი, რომლის ყველა და ნებისმიერი პროექტი საქართველოს ევროპასთან და ცივილიზებულ სამყაროსთან აახლოვებდა. ის ხშირად უსწრებდა დროს თავისი მიდგომებით, ორიგინალობით, გემოვნებით და აზროვნებით. ეს არ იყო ორდინალური ადამიანი და მით უმეტეს არ იყო ადამიანი, რომელმაც ისწავლა ან ბიზნესი, ან ეკონომიკა. მეტიც, თემურ უგულავა აი იმ თვითნაბადი, თვითნასწავლის საქმოსნების კატეგორიიდან არის, რომელმაც საკუთარი ხედვა და მარიფათი სრულად დააკონვერტირა ბიზნესში და თავის საკუთარ საქმეებში. უმრავლესობა პროექტები, რომელსაც ხელი მოკიდა, ერთი შეხედვით, ჩავარდნისთვის იყო განწირული, მაგრამ მის შემთხვევაში ყოველთვის საპირისპირო, ანუ პოზიტიური შედეგი იდებოდა. საქმეც გამოდიოდა, წერდა ფულს. მიუხედავად იმისა, რომ შემოსავლის ძირითადი წყარო დასაწყისში და მერეც ეს იყო სათამაშო ბიზნესი, აქაც კი მოახერხა და საქართველოს ისტორიაში გამორჩეული გარიგება დადო მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვან კომპანია Flutter-თან. მე არ შემიძლია არ გავიხსენო 2022 თუ 23 წლები, ეს ის კადრებია, როცა მის ბიზნესს ფული მიანდო და ასე სხვა ამერიკის უმსხვილესმა საინვესტიციო ფონდმა, OPIC-მა, რომელიც ნაბიჯს ვერ დგამდა ამერიკის მთავრობის და კონკრეტულად ამერიკის ვაჭრობის დეპარტამენტის დასტურის გარეშე. და ვინ იცის, კიდევ რამდენია ასეთი პროექტი და გეგმა, რომელიც მას ჰქონდა. რაც ვიცით, აუცილებლად მოგიყვებით და მთელი კვირის განმავლობაში რაღაცებს მოუყრით თავს და ისე გავაცილებთ მიწიერიდან ზეციურ საქართველოში ამ ქვეყნის გამორჩეულ მოქალაქეს და პიროვნებას. თემურ უგულავას.